მოგესალმებათ მომავლის საინფორმაციო გამოშვება მიხეილ ცინცაძესთან ერთად. მიხეილ სააკაშვილი იაპონიის კორუმპირებულ იმპერატორს იმპიჩმენტით ემუქრება და აფრთხილებს, თუ იმპერატორი უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ გადადგება, საჯაროდ დააწვავს იაპონიის პასპორტს და მშობლიურ პორტუგალიას დაუბრუნდება. საპროტესტო აქცია გაიმართა ბედუკაძის ყოფილი თავისუფლების მოედანზე. მოსახლეობა ჰაერის ტარიფის შემცირებას ითხოვდა, თუმცა აქცია მალევე დაიშალა, რადგან ხალხის პირებზე დამონტაჟებულმა მრიცხველებმა ძალიან დიდი თანხა დაწერა. ქვეყნის არაფორმალური ლიდერი არჩევნების წინ მოსახლეობას კიდევ ერთ წელს თხოვს, რათა პარტიაში მდგომარეობა საფუძვლიანად დაალაგოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცოტნე ივანიშვილი მოსახლეობას შეხვდა და ნაციონალების მიერ 45 წლის წინ ჩადენილ ცოდვებზე ესაუბრა. ახლა კი სასიამოვნო სიახლე. ქვეყნის ერთადერთი ბანკი, ქართულ ბანკი აქციას იწყებს. იპოთეკური სესხები ახლა უკვე 137%-დან. კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი. ამჯერად უკვე ძველი ქალაქიდან. განახლდა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საძირკველის ჩასხმა. ცნობილი სამტრედიელი ფერმერი კახი კალაძე ქართულ საკოლმეურნეო ბაზარს იპყრობს. მან ქათმის ახალი ჯიში გამოიყვანა, რომელიც ჩვეულებრივი კვერცხების მაგივრად ყვავილებიან კვერცხებს დებს. მთავრობის გადაწყვეტილებით კახი კალაძის გარდერობი და ელიავას ბაზრობა ქალაქ გარეთ გადააქვთ. ახლა კი ყვითელი ამბები. ზაქარია ქუცნაშვილმა თმები მოუშვა და ანსამბლ ედისიონში მთიულურს ეკლავს. რა მიზეზით დაშორდა გედევან ფოფხაძე კიმ კარდაშიანს და იყო თუ არა დაშორების მიზეზი ცნობილი ავტომრბოლელი რომან გოცირიძე. ცნობილმა საოპერო მომღერალმა, ჰოლივუდის მსახიობმა, ასტრონავტმა, სამეჯლისო ცეკვების ორგზის ჩემპიონმა, მწერალმა და პოეტმა ნიკა გვარამიამ მექსიკაში ორთვიანი ტურნე დაასრულა. უცხოეთის ამბები. ამერიკის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს. მათი თქმით, ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გოგი წულაიამ ინგლისური ენა არ იცის. თავად წულაია აცხადებს, ერთი კვირა მამეცით და ვისწავლით თქვენ შობელძაღლებო. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. დარჩით ჩვენს არხზე და არ გადართოთ, რადგან ზუსტად 2 წუთში ბანო პაპას შოუ იწყება.